ხევსური დაკავშირებულია თავისი ცოდნით, თავისი ტრადიციებით წარსულთან. ის დიდრონი მთები, ის დიდრონი ცა, ის მიწა, ის სრიანი ბალახი. ეს ბუნება, ეს გარემო, ეს სამყარო გვიქმნის სწორედაც ამ განწყობას. ნეტაი გულის ფიქრები თვალით ამწინახებოდეს კაცი ერთ გული ორ გული სულ ყველა გაიგებოდეს ჩემთვის გულის ენას უფლის ენაა ენა სიყვარულისა, სიკეთისა, ბედნიერებისა, ურთიერთობისა. გულის ენა არის ყველაზე დიდი გულწრფელობა, მაქსიმალურად დაიხარჯოს მოყვასისთვის და თუნდაც ტრისთვის, რომ აი განწმენდილი გული ძეძებს მხოლოდ სიკეთეს, ძეძებს მხოლოდ ადამიანის გადარჩენას. გულის ენა არის ის, რასაც მეტყველება ვეღარ უძლებს უკვე. ანუ ლექსიკონი აღარ ყოფნის და და ზოგჯერ ცრემლებშიც რო გადმოდის, აი ეს არის გულის ენა. შეგვიძლია წუთის სოფელში სანამ ვართ, შევქმნათ ის გულის ენით, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, რაც ჰქონდა ადამიანს და ევას ღმერთთან და ეს მხოლოდ შეიძლება ლოცვით, აღსარებლობით, ანუ სინანულით, საკუთარი წოდების განცდით და ყველაზე მთავარი რაც არის ქრისტესთან თანაზიარებით და მასთან ყოფობით. ყველაფერი რაც ამ ქვეყანაზეა, ისეთი რამე არ არის, რაც დროებითი არ არის. ყველაფერი დროებითია. მარტო ეკლესია არის, ესე იგი, უკდავება. სულ სხვა არის ფიქრი ქრისტიანისა, მართლმადიდებლისა. სულ სხვა ფიქრი მიწიერი ამ ქვეყნიური ადამიანისა. ყველაზე პირველი არის ეკლესიური ცხოვრება. ეს უნდა მოხდეს ღვთის მადლით. შვიდ საიდუმლოებაში უნდა ვღებულოთ მონაწილეობას. აი ხა ჩვენ რასაც ვხედავთ ეს სულია. როგორც კი სული გავა, უკვე ეს ხედვა იკარგება, სხვა ხედვა მოდის. ანუ სულია რომ ამოძრავებს აი ყველაფერს. ამ ქვეყანაზევე უნდა იცოდოს ადამიანმა ბევრი ცუდი საქციელი მოიკვეთოს. რა ჩვევასაც ადამიანი რო აქ ემორჩილებოდა, ის გადაყვება იქ და დაგამძიმებს. უღირსი გახდება ადამიანის ღონებისათვის. სხვაში უნდა ხედავდე კარგს. შეიძლება რაღაც ცუდი დაინახო, მაგრამ უნდა მეხსო ყურადღება. უნდა ეძებო ადამიანში სულ კარგი და შენში უნდა ნახო, რაც გაქვს ნაკლულევანება. ხევსურეთზე თუ რამ ვიცით ჩვენ ადგილობრივებმა, ეს არის ზეპირსიტყვიერებიდან, ხალხური ლექსებიდან, ანდრეზებიდან, თქმულებებიდან, ეს არის ზეპირი ისტორია, რომელსაც მეანდრეზეები ქმნიდნენ საუკუნეების მანძილზე და თაობებს გადაეცემოდა. შეიძლება ისე იყოს არეული ერთმანეთში ეს მითები და ანდრეზები, რომელიმე ისტორიულ პირთან ერთად ერთ-ერთი ღვთისშვილი შეიძლება მაგალითად კოპალა იბრძოდეს. ასეთი ამბებით, ასეთი ანდრეზებით არის სავსე ხევსურეთი. მემატიანეები არ წერენ და მხოლოდ მაშინ ახსენებენ ხევსურეთს, როდესაც ამბოხება ხდება. ხევსურეთი იყო სოციალურად თანასწორი, აქ არ იყო აზნაური, ერისთავი, მოურავი და ასე შემდეგ, იყო ერთი ფენა მთლიანად. და როდესაც სამეფო ხელისუფლებამ დაიწყო ფეოდალურ ბატონყმური სისტემის შემოტანა, დაიწყება ხევსურთა ამბოხი. წარმოშობით აქაური ვარ. არხოტიდან
ხევსურეთში ვარ სულ. ჩემი სადაც არ უნდა წავიდე საცხოვრებლად, მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, სად ვიცხოვრებ. სულ ხევსურეთში ვარ. ფიქრით და ემოციით ხევსურეთში ვარ ყოველთვის და ყველგან. ხევსურეთია ჩემი საქართველო. ხო არსებობს ის ლეგენდაო, რომ ღმერთმა დედამიწაზე დაარიგა ყველა ერისთვის თავისი უთვნილი მიწები, მაგრამ დააგვიანესო ქართველებმა და ეს დარჩა საქართველო, დაიტოვა თავისთვისო და ქართველებს ის მისცა, რაც თავისთვის დაიტოვა ღმერთმა და მაგრამ ამას გოდერძი ამატებს კიდევ რომ არხოტში ყოფნის დროს ვიგრძენიო, რომ ამ საქართველოშიც კიდევ ერთი ადგილი დაიტოვა ღმერთმა თავისთვის, რომ ყველაფრისგან დაღლილმა ჩამოვიდეს დედამიწაზე და დაისვენოსო და ეს არხოტიაო. და ისაც არხოტივნებს ერგო წილად. აი ეს არის ჩემთვის არხოტი არის კიდევ ერთი დიდი ტაძარი, სადაც ყველა ადგილზე რაღაცა ხატია დაბრძანებული და უნდა ვილოცოთ და ისე უნდა ვიაროთ. არხოტში ცხოვრება არის, ტაძარში ცხოვრება ჩემთვის. ფიზიკურად ხევსური ჯანსაღია და მაგარი. ამტანი და გამჯე. კუნთმაგარი და მხარბეჭია. ხევსური ქცევაში დინჯია. მოქმედებაში კი მარდი. სწრაფი, გულადი და გამბედაო. მომენატრე ბარისახო, ხევსურების ბუდესახლო, სურის მხრებზე გიამბარო, ბარიმთასა მოგეახლო. უდნის ლადან ვისნამხეფრის, ჭიუხები გადავალაბო, უჩიანი კანჩახები, ჯიხვარჭვები საბალახო. არავის წყლით განვიბანო, ჯიმღამდას გადავწახო, პერი ხომარ მოგეძალა, უში ხარა დავაჯახო. ყველაფერი ეს საოცრად ეთანხმება ძველ შუმერულ გილგამეშის ეპოსს. მთლიანობაში ეს ყველაფერი ასეთი სახითაა ამოკვეთილი. შევძლებთ კი როდისმე მის გაშიფრას. რა საიდუმლოებას ინახავს კიდევ პირიქითა ხევსურეთი. კავკასიონის მთებში მოქცეული ეს პატარა მხარე. ხევსურეთში ისე არის, რომ ტანსაცმლის ფერებითაც შეიძლება მივხვდეთ ჩვენ რომელი ხეობის მკვიდრის მოკარგულია ის, იმიტომ რომ სხვადასხვა ხეობას, სხვადასხვა სოფელს განსხვავებული ხასიათი აქვს, ხო ეს და ხასიათის სხვაობა ვლინდება ამ ტანსაცმელში. გაზაფხული იდგა, მარტიილეოდა. კავკასიონის მთებზე ნაადრევად შემშრალიყო თოვლი. უღელტეხილების სამოყროდაც გახსნილიყო და სამტროდაც. სტამბოლის ბაზარზე უამრავი ქართველი ტყვა იყიდებოდა. შოლტივით მოქნეული თვალშურთხა ქალწულები, პატარა ბიჭები, უდედოდ დარჩენილი შვილის ნუკრებივით რომ აფეთებდნენ თვალებს. უმეტესად ქალებსა და ბალღებს იტაცებდნენ დიდოები. ჩაუსაფრდებოდნენ და შიშ თვალები გაფართოებოდა და მთელ საქართველოს მისჩერებოდა. აი ახლაც შიშით შეჰყურებდნენ მართა და მისი უმცროსი და მარეხი თოლს შემშრალ კავკასიონს. მართა მამის სახლიდან მიდიოდა ქმრის ოჯახში. ომში დაჭრილი მამა მოჰკვდომოდა და ის დაასაფლავეს. გამცილებლად თავისი ერთადერთი დამოყვებოდა. დედა კარგა ხანია აღარ ჰყავდათ. აღარც ქმარი ჰყავდა მართას. სიძესიმამრი ერთად იყო კახეთში შემოსეულ მტერთან საბრძოლველად წასული და იქიდან მარტო სიმამრიღა დაბრუნდა. ისიც დაჭრილი. ერთი წელიც არ უცხოვრია ქმართან მართას. ერთხელაც კი არ შეუხედავს ხეირიანად მისთვის თვალებში. ისე დაქვრივდა. შერჩა უიღბლო სიცოცხლეს იმ იმედით, რომ არ გააცივებდა მეუღლის კერას.
ფეხმძიმედ იყო. გულში გიფეთქავს მეორე გული. ამ სასწაული თავად მოსული. დასხეულ შენსა სხვაგვარადული. ქალი ხარ ერთი, მაგრამ ორსული. წინ ტყე ჰქონდათ გასავლელი მართას და მარეთს. ამ ადგილს საქართველოს გადასახეთს ეძახდნენ აქაურები. ამბობენ, როცა ტყვეები მიჰყავდათ, ისინი ცდილობდნენ აქედან ერთხელ კიდევ გადმოეხედათ საქართველოსთვის. ვიცი რომ მყავდა წინაპარი ნამუსით სუფთა. რომ საქართველო წილხვედრია ღვთისმშობელისა, ყველაფერს ქართულს, სურს ქართული მადლობა უთხრა. რომ ამ მადლიან მიწაწყალზე ყოფნა მაგერსა. მართას და მარეხის სილამაზე განთქმული იყო. ორივეს ღია წაბლისფერი თმა ჰქონდა. ტანა დაშოლტილი და წელწრვილი იყვნენ. მარეხი იმ ღამესვე წაიყვანა თავისთან საქმრომ. გამოთხოვებისა შეშინებული ეხვეოდა მარეხი დას. ყარებში რომ გაჰყავდათ, მართამ მიაძახა. რჯული არ შეიცვალო მარეხ. არ მოკვდე. ჯერ შენ ხომ არც ისე დიდი ხარ. გახედე სინათლის რამდენი ფერია. ვინ მოგცა უფლება ახლა რომ მიდიხარ? არ მოკვდე. ხვალაც ხომ სიცოცხლის ჯერია. არ მოკვდე. სახლამდე საოცრად შორია. პაპები სიმწრისგან საფლავებს ხეთქავენ. შენ რომ გაქვს იმ მიწას მსგავსი არ ქონია, ამიტომ ფესვები სხვაგვარად ფეთქავენ. მეორე დღეს დიდი გამოცოცხლება იყო აულში. მართა ოცნებით ომში დაღუპულ მეუღლეს ხედავდა. ეჩურჩულებოდა, ფიცს აძლევდა. ისე შეეჩვია მასზე ფიქრს, ისე გაიტაცა მასზე ოცნებამ. დაავიწყდა კიდეც რომ ის ცოცხალთა შორის აღარ იყო. მოენატრა ისიც და საქართველოც ორივე ერთად. ერთ დღეს ისიც გაახსენდა მისი მეუღლე ცოცხალი რომ აღარ არის. მტერთან ბრძოლაში რომ დაიღუპა და ქართულ მიწას მიებარა. მეუღლე და საქართველო ერთმანეთში გააიგივა მართამ. ქორწინების მე-5 წლის თავი შეგვისურდა დღეს 17 ივლისს და აი ეს სიყვარული ხევსურეთისა განსაკუთრებით აი ჩემი მეუღლის სიყვარულით შემიყვარდა კიდევ უფრო მეტად და ეს სიდიადე რაც ჩემს გულში არის სიყვარული ყველაფრისა და ყველას მიმართ აი ხევსურების გაცნობამ ამათან სიახლოვემ ამათი გულის და სულის გაცნობამ კიდევ უფრო სხვანაირად შემაყვარა მე თვითონ რაჭველი ვარ და უცხო ჩემთვის მთა და ველი ნამდვილად არ არის მაგრამ მოგეხსენებათ რომ ხევსურეთში კიდევ სხვანაირი უფრო აი განსაკუთრებული და გამორჩეული წესი, კულტურა და ტრადიცია სრულიად საქართველოსგან. ნეტაი გაზაფხული ქნა ფოთოლარ ჩამოდიოდეს ნეტაი გაზაფხული ქნა ფოთოლარ ჩამოდიოდეს ბარში გალობდეს ბულბული თებში არწივი კიოდეს ბარში გალობდეს ბულბული თებში არწივი კიოდეს ნეტაი გულის ფიქრები თვალით ამწინახებოდეს კაცი ერთ გული ორ გული სულ ყველა გაიგებოდეს ყველაფერი ღვთის ხელებითაა შექმნილი და ადამიანის ხელი ზედმეტად არ არის ჩარეული. სუფთა და სპექტაკლია ხევსურეთი. და სისუფთავემ და სპექტაკლემაც შემოვღწია ჩვენს გულებში და უფრო ალაპარაკა ჩვენი გულის ენა და უფრო გაგვიგულა სინდისი, ღვთის ხმა და დაგვაფიქრა ბევრ რაღაცაზე.
პირველ რიგში ჩვენ ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ აი რა გვაქვს, რა გაგვაჩნია და რისთვის ცხოვრობთ. ამისთვის ღირს სიცოცხლე და ამისთვის ღირს ცხოვრება. ეხაც მეტირება იმდენად ემოციურად ჩვენთვის ეს ყველაფერი და ანუ ზოგადად ხევსურეთის და თითოეული კუთხე ჩვენთვის გამორჩეულია და განსაკუთრებით მე მართალია ბარში ვცხოვრობ, იქ ვარ გაზრდილი, მაგრამ ხვდები რამ ხელა სიმდიდრე ინახება აქ. თითოეული ბალახი, ფოთოლი, აი ყველაფერი სხვანაირი ხელშესახები და შესაგრძნობია და ამას თუ ბავშვი არ ეზიარა, ისე ავისამშობლოს ვერ შეიყვარებს. ამდენ ხანს რო ისტორიის ფურცლებზე და ტელეფონებში უყურებდით ჩვენ ისტორიას, უცებ ჩვენი წინაპრები და ჩვენი ისტორია ყველაფერი თვალწინ დაგვიდგა და ისეთი ემოცია გქონდა, რომ გვინდოდა რომ ჩვენც გაგვეგრძელებინა საქართველოს ისტორია. ისეთი შეგრძნება მქონდა და ისეთი ემოციები მომივიდა, რომ რამის ეცავი ხმალი და წავედი საომარზე. ძალიან ლამაზი მხარია, განსაკუთრებით მომეწონა, როგორ თქვა, ჩვენ სადაც ვიყავით ჩატილში, აი არ ვიცი, ჩემთვის ეს იყო სასწაული ადგილი, რომელიც აქამდე მინახავს, მართლა საოცრება ჯერ ადგილი, სადაც ხალხმა შეძლო და ეს ააშენა და მე რამხელა ისტორიას ინახავს ეს. ჩვენი წინაპრების სახლი დავინახეთ, ჩვენი წინაპრების ნაუმარი წერტილები დავინახეთ. ის ადგილები, სადაც სისხლი დაღვარეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენთანაც სისხლის ხვანაირად აჩქებდა და გული სხვანაირად ძგერდა და ეს პროექტით ეს ჩვენი მოძრაობაც ყველაფერი აი იმისთვის კეთდება, რომ ამათი გულები გავაბედნიეროთ. აგვისტოს სალმური ტრიალებ დააუჩი. მართა ბოლო თვეში იდგა. ახლა მას აღარც ბორკილებს ადებდნენ და სოფლის გარეთაც უშვებდნენ. მისი გაქცევის აღარ ეშინოდათ. მართამ სიგნალაში მარტოდ მიმშოვიარა. როგორც კი წამოწევა შეძლო, ჩვილი გულზე მაგრად მიიკრა. თითქოს ეშინოდა არავის საერთმია. გაბანა. კიდევ კარგი ზაფხული იდგა და წყალი არ იყო ცივი. ძონძებში შეახვია. ნახშირი აიღო და პატარა ბიჭშუბზე ჯვარი გამოსახა. ერთხელ კიდევ გადაიწერა მართამ პირჯვარი და გომურიდან გარეთ გამოსული ღამეს შეერია. გარბოდა მართა. ყურებში ბავშვის სტირილი ედგა და უკან ეწეოდა. წინ საქართველოს გადასახედი ელოდებოდა. როგორ მე იქამდე უნდა მიეღწია. ზურგიდან თანდათან ახლოვდებოდა მდევრის ხმა. უკანასკნელი ღონე მოიკრიბა მართან და აღწია უღელტეხილამდე. ატირებული გული და მონატრებული სული მოგიტანე, ჩემო სამშობლო. მე დაუბრუნდი. ლეკი ქვასთან ჩაიმუხლა. თოფი დაუმიზნა და გახელებით გამოჰკრა ჩახმახს. ზუსტი გამოდგა მისი ნასროლი. თაზე მდგარ ქარისაგან დაძრულ ლერწა მივითხანაობდა მართა. და მანამდე გადაჰყურებდა მშობლიურ მთებს. სანამ რაიმეს დანახვა კიდევ შეეძლო მის თვალებს. ჩქარა გაიქეცი მდევარს, გზას უღმერთოს განერიდო რათა, ქართველობა რა კი გერგო მხევარს, უკან აღარ მიიხედო მართა. წინიარე, წინ სამშობლო გიცდის. აქეთ მართა, მოგძახიან მთები, შენი დაარდი მხოლოდ ღმერთმა იცის. ეს მან მოგცა ასაფრენი ფრთები. შენს არჩევანს უფლის ძალა ახლავს.
უკან გრჩება ერთადერთი შვილი იცოდა რომ არ დაყრიდი ფარხმარს წინ სამშობლო გელის ხელგაშლილი ჩქარა მართა გაიქეჩი მდევარს კერჩი ცრემლა დაგიდუხდა ხსენი უცხომი წარ გიხდება მხევარს შენ ქართული მიწის მადლი ქშველის სული უფლის საგალობას მღერის კვალში მოგდებს მრისხანება ქართა წინ ქართული წაგიხმობს და გელის ასაფრენად მოემზადე მართა შენიცი მხოლოდ მშობელო მიწავ თურისთვის ვენთე უკანასკნელი მიიღე ჩემგან სიცოცხლის ღვენთი ჩუმი დაუთქვი და შესვის უმთქვით მართა გადაქანდა მოწყოდით და ქართულ მიწას თავ გადახრილი ჩაებღაუჭა და თქვენ მაინც ჯიუტად კითხულობთ რამ გადაარჩინა საქართველო საქართველო არ გადაშენდება ამათ ისეთი გულის ენა აქვთ რომელიც ხვალინდელ საქართველოს ფეხზე დააყენებს დიახ ეს არის ის 21 საუკუნის თაობა რომელიც თავის სიტყვას იტყვის იმ თავისი გულის ენით გააძლიერებს აღაშენებს საქართველოს არ დავტოვოთ გავუფრთხილდეთ მოვუაროთ თითოეულ ფოთოსაც კი იმხელა ღირებულება გააჩნიათ ჩემი აზრით რომ შეიძლება ამ მოფრთხილებით, ამ მოფერებით, მოსიყვარულებით რომ გადავრჩეთ და როგორც მეტყოლის ხოლმე გავღმერთიანდეთ, გავერთიანდეთ. სემლის გარეშე ჯერ ამ ყველაფრის აღქმა და დანახვა ხომ შეუძლებელია. მაგრამ ის რაც გრძნობს ჩემის იყო რომ აი რა მაგარი ერი ვართ ქართველები. ეს იყო ჩემი რომ აი გენაცვალეთ ქართველებო. ხევსურეთში სხვადასხვა ხეობას ყავდა თავისი ექიმი და ეს ექიმები აკეთებდნენ ოპერაციებს, კურნალობდნენ პაციენტებს და აკეთებდნენ მათ შორის თავის ქალის ტრეპანაციებსაც კი. აი აქ არის ეს არის გელიკა ლიქოკელი რომელიც სოფელ ქობულოში ცხოვრობდა და როგორც მასზე წერენ ეთნოგრაფები ქონდა 400-ზე მეტი ოპერაცია გაკეთებული. თან იმდენად პოპულარული ექიმი იყო რომ სხვადასხვა ხეობიდან თუ ქისტეთ ინგუშეთიდანაც კი მოდიოდნენ პაციენტები და ეს ცოდნა გადაეცემოდა თაობებს. გელიკა ლიქოკელის შვილი იყო დათვია ლიქოკელი, რომელიც ქაკუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ქაკუცას რაზმელი იყო. როდესაც ქაკუცამ თავი შეაფარა ხევსურეთს და ამოვიდა აქ, მას ძმობა შეფიცეს შავლებმა და ხევსურებმა. მათ შორის მიხახელაშვილმა, მათ შორის ლევან რაზიკაშვილმა, მათ შორის დათვია ლიქოკელმა, მათ შორის არიან ძმები კიდევ ლიქოკელები, არიან არაბულები, არიან ჭინჭარაულები და ხევსურეთში მოხდა დაიწყო ეს აჯანყება ამბოხება თუმცა წითელ არმიელები გადმოვიდნენ უდამაყრის მთიდან გადაწვეს სოფლები და კაკუცა იძულებული გახდა რომ ხევსურეთთან გასულიყო ის ამბოხებულები კი ვინც კაკუცასთან ერთად იყო უკვე 30-იან წლებში დააპატიმრეს და დახვრიტეს ის შვილამთაში გაზრდილო ხმალს როდი მოგიშივდება ომში შეხალდა გამოხვა გული არ შაგიშინდება სისხლისა ნაგუბარზე და ფეხი არ მოგიცურდება სისხლისა ნაგუბარზე და ფეხი არ მოგიცურდება ჩვენ ბევრ ამაზე დაგვაფიქრეს. საკუთარ თავზეც, იმაზეც რომ ცხოვრება არის, ასე თქვათ,
წუთის სოფელი წამია, რა დროს მოხდება, როგორ იქნება, არავინ არ იცის. ამიტომ ის როგორც მოხდა და რა იყო მიზეზი, მხოლოდ იცის ღმერთმა. ღმერთმა იცის მხოლოდ, ხო? და ეს თავარი არის ის, რომ ჩვენ შევთხოვოთ უფალს მათი ცხონება. აცხოვროს მათი სულები და მათი მშობლები და მათი ახლობლები გააძლიეროს სარწმუნოებაში, ლოცვაში და ქრისტიანობაში. წმინდება და მადლობა. ქრისტესთვის ყოველი დღე და ყოველი წუთი საერთოდ უსასრულოა. ეს ჩვენთვისაა. და შენი თავარი რა არის, იცი გადამჩენელი? შენი თავარი გადამჩენელი არის აღიარება იმისი, თუ რა შეწოდებ ღვთის წინაშე და ყველაზე მეტად უყვარს ღმერთს ესეთი ადამიანი და აი ესეთი ადამიანები ხდებიან სამოთხეში და გაიხსენეთ ყველაზე ესეთი მაგალითი ავაზაკი, რომელიც პირველი შევიდა სამოთხეში. ვით შევიდა? აღიარა, რომ იყო ცოდვილი. და რა უთხრა, იცი იმას? მეორე გვერდზე რო იყო და ის აყვედრიდა. შენო მართლა ქრისტე თუ ხარო, რას გვაწვალებო, ჩვენцо ესეც შენს გადმოიხსენი თავია და ამან უთხრა, შენო აწვენიაო, ჩვენო ჩვენ რაც დავისახურეთო, იმის გამო ვისჯებითო და აი ეს უდანაშაულოა და მე ვისი ღირსი ვარ, ავაზაკი ვარ, არაფერი სასიკეთო არ გამიკეთებიაო და არც მეც კი წარმოედგინა თავის გონებაში, რომ სამოთხეში შეიძლება მოხვედრილიყო და მომიხსენე უფალო, გთხოვო ი ბოლოს რომ მოხვალო, ანუ მეორედ მოსვლის დროს მაშინ მაინც მომიხსენე, სრულიად ნუ გამწირავ. და ნახეთ როგორი სინანული იყო. ეს არის სინანული, როცა ჩვენ მივიდივართ ეკლესიაში, რომ მე ღირსი კი არა ვარ, არა. ისი რა არ ვარ ღირსი, მაგრამ როგორც ადამიანი შენდობას ვითხოვ და გთხოვთ გამხადოთ ღირსი ქრისტესთან თანაზიერებს. თხოვნა და ქრისტეს სწორედ ეს უნდა. ითხოვი და მოგეცემა. ამაზეა. ითხოვე და მოგეცემა, ფულზე კი არა, მარტო. ითხოვე და მოგეცემა მადლი. და თუ მადლი მოგეცა, მაშინ ყველაფერი მოგეცემა. და ავაზაკს უთხრა, რომ შენ იქნები დღეს ჩემთან ერთად სამოთხეში. რაც უფრო ღმერთთან ხარ ახლოს, მით უფრო ბედნიერი ხარ, მით უფრო სავსეა შენი გული და მით უფრო ივსები სიყვარულით და სიხარულით, უფრო მეტ რამეს ხედავ. მართლაც ღმერთი შეეხო ჩემ გულს. სწორება არის მისთვის, რომ გაიზარდოს, აღიზარდოს ადამიანად და მოემზადოს არც მეტი არც ნაკლები მარადისობისთვის, ანუ იმ ბოლო წუთისთვის, როცა ის უნდა შეხვდეს ღმერთს. ისეთი ბედნიერები იყვნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, გულს უთბობდნენ. აი, ყველას ყველა უყვარდა და ეს არის სამოთხე დედამიწაზე, როდესაც იმ მარადიულობას შექმნი ამ სიყვარულით. სიყვარული არის ყველა იმ კეთილი ზრახვების, კეთილი ფიქრების, კეთილი სიტყვების და კეთილი ქმედებების ერთობა, რომელიც ღმერთთან გვახლოვებს. ეს არის ის, რაც დღეს საქართველოში ყველა ქართველს უნდა აწუხებდეს, აინტერესებდეს და აკეთებდეს. 1000-ს ალბათ ვერ ვამბობ შიგნის სინამდვილეში გულში რაც ხდება. მე რომ გავიხედავ იმ ბავშვის თვალებს შევხედავ, იმ მასწავლებლის თვალებს შევხედავ, იმ მოძღვრის თვალებში ჩავიხედავ, სულ რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენ საუბრობთ. ჩვენ ერთმანეთს ემოციას და სიყვარულს გადავცემთ. აი ეს არის ჩემთვის გულის ენა. უთქმელი განცდა და გრძნობა, ულაპარაკო, აუხსნელი და თვალებით და საქმით დამტკიცებული. გული მტკივა, რომ ადამიანები წავიდნენ აქედან ამ სილამაზიდან და დატოვეს საქართველოს. ზოგმა არც იცის ეს ადგილი როგორი ლამაზია. ამჟამად ხევსურეთის 24 სოფლის მოსახლეობა 500 კაცს არ აღემატება. მაშინ როცა ერთი საუკუნის წინ 53 სოფელში 5000 მაცხოვრებელი ითვლებოდა. რაც კლების თვალშისაცემი. კატასტროფული მაჩვენებელია. ჰოი კუზიანო დედამიწა. ბრუნავ და გვაბრუნებ ყველას. ჰოი კუზიანო დედამიწა. მე შენგან მოველი შველას. ჰოი კუზიანო დედამიწა. ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო. არაგველების მოზარე ვარ. სათხოვარს უნდა ჩაგეტირო. ღონდნუ იქნება თიულეთი ნამთიულარი. ხევსურეთი ნახევსურალე. ხოვი ნაფხოვარი. ხევი ნახევარი. კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის ნახევარი. და შენ კუზიანო დედამიწა. რამდენიც გენებოს იტრიალე. ვიცი რომ შენი გზა სიკეთის გზაა საქართველო. სიკეთიდან გამომდინარი და სიკეთისკენ მიმავალი. ყოველთვის გქონდა ნიჭი გადარჩენის. ამიტომაც მრავლდებოდი. ნაწილ-ნაწილ დაგლეჯილი იყავი. მაინც მრავლდებოდი. ღარიბი იყავი.
მაინც მრავლდებოდი. დღეს რაღა დაგვემართა? რა ჭირი დაგვეცა? ყველანი რომ უცხოეთში გაიკრიფენით. არ აქ ცხენიათ. ემთებსა და ადგილმამულებს რომ არტოკებს ასტოვებთ. ქვეყანას ვინ მოუაროს? სამშობლოს თვალსა და ხელს შუა გვაცლიან, გვიყიდიან, გვირყვნიან. მაშ ქართველობა აღარაა? ვაჟკაცობა დაიკარგა? შედალოცვილო. თუ ქართველობის აღარც სურვილი გაქვს და აღარც ძალა, იმ თითო ოროლა მამულიშვილზე მაინც იზრუნე, რომლითაც სულდგმულობს შენი სოფელი. პური თუ არა გაქვს, გამამხნევებელი სიტყვით მაინც გაახალისე. უთხარი რომ შენ გმირი ხარ, მე დამნაშავე. შენ გმირი ხარ, მე დამნაშავე. უფალო, დიდება შენდა. ღმერთო გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. უფალო, დიდება შენდა. ღმერთო გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო. არსად არ არის სკოლა, გარდა ის ბარისახოს სკოლა პანსიონის. მადლობა ლელას ამისთვის, ქალბატონ ლელა არაბულს, რომ ყველა პირობას ქმნის და ძალიან დიდი ძალის ხმევა ლელას ის, რომ მშობლების გარეშე აი აქ ძალიან კარგად ბრძნობენ ბავშვები თავს. მე დღეს აქ ჩემი ორი შვილით ვარ. მე მაქვს წასასვლელი, მაგრამ არსად მივიდივარ. მე მყავს ერთი პედაგოგი, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ მაღალი ანაზღაურება, წავიდა გერმანიაში, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მობეზრდა ასე თაში ცხოვრება. მე ამ ადამიანს და ამ მსგავს არც ერთ ადამიანს, რომელიც მსგავსი პრინციპით არის წასული, არ ვუწოდებ დემოკრატს. ამ ბანაკის სახელწოდება გულის ენა მართლაც რომ სწორად არის შერჩეული. თავიდანვე ვიტყვი იმას, რომ ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარს მთები. დღეს რომ ჩემ სკოლაში ჩამოვა ქორეოგრაფია გახდება და ასწავლის ცეკვას, ხო? და ეს არის სწორედ ამ ბავშვმა აი დღეს დამანახა რომ თის ხსენებაზე ამ ბავშვს ცრემლები ვერ შეიკავა და ეტყვირება. აი ეს არის ბავშვო სწორედ ის რომ მის გულამდე მივიდა ჩვენი მთისყოფა ცხოვრება. დავუპირდი წეგან დირექტორსაც რომ ჩამოვალ სკოლაში და ყველა ბავშვი წაგისწავლის შევასწავლი ქართულ ცეკვას. ყველა ბავშვი ძახდა იმას, რომ არასოდეს არ მივატოვებთ ჩვენ სამშობლოს და მე მჯერა რომ აქ წამოსული ბავშვები ყველა აი ამ სულისკვეთებით აღიზრდებიან, რომ რა მოუტანონ თავიანთ სამშობლოს. ჩვენი თამარი ეხლა დედა უნდა გახდეს მალე. მე ღმერთო და სულ რაღაც რამდენიმე დღეში და ჩვენთან არის. ეს არის ქართველი დედის აი განსახიერება რაღაც ჩემთვის აი ზეცამდე მიდის ამ ადამიანის არსებობა. მარტო მიმშობია რა ადამიანმა და კიდევ იმას ფიქრობდა, რომ დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში და კიდევ ერთხელ შეეხედა ამ მთებისთვის, ამ სილამაზისთვის და თავისი სამშობლოს ჰაერი ჩაესუნთქა და მე კიდევ როგორ არ უნდა შემძლებოდა ის, რომ ამ ბავშვების სიხარულისთვის წამოვსულიყავი თუნდაც ჩემს მდგომარეობაში. რომ არ დამეთმო გვირილა ძეწნა არ დამელანოდე ქვეყნა და აროდეს ყვავილების განაგვირი გვინი მეწნა და სიმღერებით მებულო წყაროზე ყვავილების განაგვირი გვინი მეწნა და სიმღერებით მებულო წყაროზე ამ ადამიანმა რამხელა შეძლო შენ შეუძლებელი არაფერია თუ გაქვს რწმენა თუ გაქვს აი ეს მაგალითია ბევრი ქართველი ქალისა. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის, როდესაც სხვისი გულის გახარებაში იღებ მონაწილეობას ღვთისწყალობით. ჩვენ 2 საათში გავაკეთეთ ცოტა ხნკარი, მაგრამ თანამასწავლებლმა 9 საათში ჩვენზე 3-ჯერ მეტი გააკეთა. ასეთი ღამე მხოლოდ მთებშია გულით მინდა და ვეღარ ვიცინებ გულით მინდა და ვეღარ ვიცინებ ეშენზე ფიქრი შემომეჩვია გულით მინდა და ვეღარ ვიცინებ გულით მინდა და ვეღარ ვიცინებ არ მოგაშეხოთ ეს
თავის აღარ ეკნება შენზე ლამაზი შავი თვალები მაგრამ არავის აღარ ეკნება შენზე ლამაზი შავი თვალები ჭეშმარიტ გულით გამოგონებულს ცხელცრემს მალულად ჩამოგორებულს უკონოს მაგრამ გრძნობას ნიჭიერს ზეციურს ვაგლახ მაინც მიწიერს ყველაზე დიდ ცრემს მაგრამ უვნებელს აი ამ თქვენ ჭეშმარიტ სიყვარულს გაუმართ თქვენი სიყვარულით მეც ამახილა რომ ასეთი ძმა მყავხარ და ბევრ მაგალითსაც ვიღებ. ისეთივე ბედნიერი მინდა იყოს ჩემთან ჩემი სტუმარი როგორც მე ვარ ბედნიერი მისი სტუმრობით ნახეთ როგორი ბედნიერები არიან ყველა აბა შეხედეთ ეს ბედნიერება სწორედ თქვენიდან მოდის და მოდით გაუმარჯოს ამ ოჯახს მომხვიე ხელი ჭრილობას ვეღარ აგხედავ სისხლით ვიცლები როგორც საძროხე გვამსოხში ვარი ქართლის ხეობებს ასდით ნისლები მოდი გეძახი 1000 წლის მერე დამნაცვრო ზეელვამ შენი ტანისამ ვარდის ფურცლობის ნიშანი არის და დრო ახალი პაიმანის მე მინდა ამ სუფრაზე რამდენი მანდილოსანი ზის სულ ყველა სადღეგრძო ერთიანად შემოგცალავსოთ და იმედია რა ვიცი არ მიწყეთ ცოტა ასაკის პატარა როა ასეთ გაბედულობას და ადამიანში მართლა თუ ყველაზე მეტად რამე ფასობს მისი სული და მისი სიწმინდი არის მისი გული არის სინდისი და ნამუსი არის და ის სინდისი და ნამუსი თავისი მანდილი არის იმ მანდილს გაუმარჯოს იმ თქვენ სინდის და ნამუსს გაუმარჯოს და დაგილოცავთ და კიდევ პირნათლად გეტარებინათ ეგ მანდილი ჩემი მზის თამადობით ყველას მანდილს დაგილოცავთ ამათ მერე რაღაც თქვა ჩვეულებრივი ტარიელი და ნესტანი არის არც მეტი და არც ნაკლები კაცნი ხართ ქალთა მოქანდაკენი
ეს თქვენ აუსეთ ცრემლით თვალები. ეს თქვენ გაუნეთ შუბზე ღარები სამაგიეროდ რა სიმდიდრეა, ოდეს ადიდებთ ქალში იდეალს. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები. კაცნი ხართ, ქალთა მოქანდაკენი, ასე რომ კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით. მოდით აი ამ ჩვენ ბიჭებს გაუმარჯოთ! ხევსურეთში გატარებულმა ყოველმა წამმა უსაზღვროდ გადააჭარბა იმ მოლოდინებს, რომელნებიც მქონდა. ბევრჯერ გამიცია სიყვარული უსაზღვროდ, ჩახუტებაც რაღაც, მაგრამ აქ კიდევ რაღაცა განსაკუთრებული იყო. აი აქ გული, შენი გული ერთიანდება საქართველოს გულთან. ეს არის დაუვიწყარი, მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ბავშვის გული ამას ვერ შეძლებს რომ დაივიწყოს. ეს სიმხელა ემოცია იყო, ეს სიმხელა სიყვარული იყო, ეს სიმხელა ზღვა იყო. ჩვენ არ გადავშენდებით. დიახ, აი ესეთი მომავალი თაობა, გულით რომ ეხუტება მიწას თავის საყვარელ ლექსო მასწავლებელთან ერთად. ისეთი ბედნიერები იყვნენ, აღარ იცოდნენ ეს თავისი სიხარული სად წაიღოთ, სად დაეტიათ და ქართული მიწა დაკოცნეს, ასე გულები დაადეს ქართულ მიწას. ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი ალბათ არასდროს ყოფილვარ, როცა შემიძლია საკუთარ მიწას სისხლს და ხორცს, სადაც აი ბურგბურძგას ასეთი მომენტი არის და უცებ შეიძლება აკოცო, იმთხვიო, ჩაეხუტო. არასოდეს არ დამავიწყდება არათუ ეს დღეები 11 წამი განვლილი აქ ყოფნისა და ამ ბანაკისა და მე ვხედავ რომ აი ეს გულში ჩახუტებული ქართველები ჩვენი ხვალინდელი დღეა, უკეთესი ხვალინდელი დღე. ნეტაი გულის ფიქრები თვალით ამწინახებოდეს კაცი ერთ გული ორ გული სუყელა გაიგებოდე მინდა რომ გავისურვებ ჩამოვიდე და აქ ვიცხოვრო ჩემ შვილებთან ერთად და შეიძლება რთული იყოს მაგრამ მინდა რომ ამ ყველაფერს მე გავუმკლავდე და მინდა რომ აქ ვიცხოვრო. წინა წელს მე მცხვენოდა რომ მისულიყავი აი ბავშვთან და გამეცნო და ამ წელს კიდე მივხვდი რომ სირცხვილის კი არა რომ მივიდე გავიცნო, სირცხვილის არის რომ არ მივიდე. რომ წავიდნენ კახელები, წაიყოლეს ჩემი გულიც. ყველა აი ძალიან მომენატრება, ყველა რაღაცნაირს აი ყველა ძალიან სხვანაირია. ყველა უყვარს. სიხარულს ვერ იტევს გული, რომ საქართველოში არსებობენ კიდევ ისეთი ადამიანები, ვისაც სტუმარ მასპინძლობა კიდევ შეუძლია და კიდევ შეუძლია, რომ ასე არა მარტო სახლის კარი გაგიღონ ასე ღიად, გულის კარიც და სრულიად დაიხარჯონ აი ამ ბავშვების სიყვარულში. შევედროთ ამ ოჯახების მაცხოვრებლები ვინც არიან, დალოცოთ, გაამრავლოთ, გაახაროთ და რა ვიცი, ძალიან ბევრ მადლობას ვეთქვით ამ მასპინძლობისთვის, ამ დიდი სიყვარულისთვის და არასოდეს არ დაგვავიწყდება ეს დღეები. ენა არის ის, რასაც მეტყოლება ვეღარ უძლებს უკვე. ანუ ლექსიკონი აღარ ყოფნის და ზოგჯერ ცრემლებშიც რო გადმოდის, აი ეს არის გულის ენა.